დღეშო დაბრუნდა პირდაპირ ეთერში თქვენ ახლა კადრში ხედავთ სინას მთის მონასტერს. თუ რატომ არის ის ჩვენთან სტუდიაში, ჩვენი სტუმარი გვიამბობს ამის შესახებ, ბატონი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ დღეს 3 საათზე პრეზენტაცია გაიმართება, ვფიქრობ უნიკალური ხელნაწერებისა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა იქ და ჩვენ არანაირი წვდომა არ გქონდა მასთან, ხომ ბატონო ბუბა? მოგახსენებთ, მადლობა მოწვევისთვის. მართლა ჩვენთან გაიმართება 3 საათზე დღეს პრეზენტაცია გამოფენა სინას მთის ხელნაწერი კოლექციის შესახებ. ეს კოლექცია კარგად არის ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, მე-19 საუკუნიდან მიმდინარეობს მისი შესწავლა, მაგრამ უცხოეთში დაცული კოლექციებიდან შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გამორჩეული კოლექცია ეს, მასში არის წარმოდგენილი დაახლოებით 240 ხელნაწერი და კიდევ ბევრი ფრაგმენტი, მაგრამ ეს რაოდენობით არ არის მხოლოდ გამორჩეული, უნიკალურია თითოეული და უნიკალობით. მე-19 საუკუნიდან თუ არ ვცდები, ქართველებს ჰქონდათ ქართველები მე-6 საუკუნიდან უკვე დასტურდებიან, მოღვაწეობდნენ იქ მე-9 საუკუნიდან უკვე ძალიან დიდი კოლონია არის, ასე ვთქვათ, ქართულ სასულიერო პირთა ამ მონასტერში და აქ იქმნებოდა მე-19 საუკუნეებისა უკვე გვაქვს ჩვენ ამ კოლექციაში. ამ დღეს ნახავთ ამას ჩვენ? დიახ, ფოტოები არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება, რომ დაფინანსება არ ჰქონდა, ხო? ექსპედიციები განახორციელებინა. მანამდე 80-იან წლების ბოლოდან ხელნაწერთა მაშინდელი ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები, ხელმძღვანელის ბატონი ზაზა ალექსიძის დირექტორის წლებში იყო კვლევა ატარებდა ექსპედიციებს და ექსპედიციის შედეგად საკმაოდ სოლიდური კატალოგი დაიდო. ეს არის ეგრეთ წოდებული ახალი კოლექციის კატალოგის უნური ხელნაწერებისა. თუმცა ეს საქმე იყო გასაგრძელებელი და ჰქონდა ჩვენ მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, როგორც ვიცი, 3 წლიანი პროექტია და 3 წლის თავზე ალბათ დაიდება სრულად, ხო, მთელი კოლექცია? იცით რა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი კოლექცია, მრავალმხრივ საინტერესო, რომ ეს არის ძალიან დიდი გრძელვადიანი მიმართულება, კვლევითი მიმართულება, ალბათ არასოდეს დასრულდება, მაგრამ პირველი რიგის ამოცანებიდან ვფიქრობთ გასაკეთებელია ელექტრონული ბაზა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ერთიანი, ამ ხელნაწერთა ერთიანი ბაზა, არის გამოცემული სხვადასხვა კატალოგები სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა შემადგენლობის, მაგრამ არ არის ერთიანი ბაზა და ასევე ბეჭდური კატალოგიც ასურველია როგორც ახალი კოლექციისა, ასევე ბატონო აი ეს ბატონო ძმაში აერია, ძმაში ყოფილ შეფში ამერია. რომელია უძველესი ხელნაწერი, ყველაზე ძველი ხელნაწერი და ყველაზე უნიკალური, აი ამ რაც დღეისთვის სამუშაოა შესრულებული უკვე ამაში. აქ დაცული ხელნაწერები ბევრი სხვადასხვა ნიშნით არის გამორჩეული, საერთოდ ჩვენს მეცნიერებს არ უყვართ ასე ვთქვათ ერთი რომელიღაც ან ორის გამოყოფა. ყველაზე ძველი თარიღდება მე-9 საუკუნით, ძველი ხელნაწერები, რამდენიმე ასეთი ხელნაწერი, მაგრამ კიდევ უფრო ძველი გახლავთ პალიმფსესტები, ეს არის ხელნაწერი, რომლის ქვედაფენა არის გადარეცხილი და ზემოთ არის გადაწერილი. პალიმფსესტები ჯერჯერობით შეუსწავლელია, მაგრამ ზოგადად როგორც ათარიღებენ მეცნიერები, დაახლოებით მე-5, მე-6, მე-7 საუკუნეებს განეკუთვნება უძველესი ნიმუშები. აქ არის აი მაგალითად გამორჩეულობაზე რო ვთქვათ იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა, სწორედ აქ არის რამდენიმე ხელნაწერში დაცული, მისი ავტოგრაფით შესრულებული რამდენიმე ხელნაწერი. ასევე დავით აღმაშენებლის ერთადერთი შემორჩენილი ავტოგრაფი გახლავთ სწორედ სინურ კოლექციასთან. ჭილეტრატის იადგარი გაიმახსოვრდა. ჭილეტრატის იადგარი. მოდი აუხსნა ჯერ არის ჭილეტრატი მაყურებელს. ჭილი გახლავთ პაპირუსი ძველ ქართულად, ტეტრატი კი გახლავთ ტყავისგან შესრულებული მასალა, რომელზეც იწერებოდა ხელნაწერები. ეს ხელნაწერი უნიკალურია შედგენილობითაც, ფიზიკური აგებულებითაც, ის არის გადაწერილი როგორც პაპირუსზე, ისე ტყავზე, ასე ვთქვათ, ნახევარი. ბატონო, მამკა, ერთი ძალიან გულუბრყვილო კითხვა მაქვს. არის ბუბა, ეს მე გადამეძო შენგან, მე ვაპატიეთ. არის თუ არა დღის წესრიგში რომელიმე ხელნაწერი მაინც დაბრუნდეს საქართველოში? თუ ეს რამაზე არ ზღვის. შანსი გვაქვს
გვაქვს ამის? იცით რა, გეტყვით რომ ასეთი პრაქტიკა ზოგადად არ არსებობს რაღაცა მსოფლიო გადატრიალება უნდა მოხდეს და რაღაცა დიდი კატაკლიზმები რომ რაღაცა შეიცვალოს ამ კუთხით 21 საუკუნეში ეს ხდებოდა თქვა მე-19-ში მე-20-ის გარკვეულ პერიოდებშიც, მაგრამ დღეს უკვე ეს შეუძლებელია და არც არის საჭირო, მოდით ასე ვთქვი. ამიტომ კეთდება ელექტრონული ბაზა სწორედ. ხელნაწერებს აქვს თავიანთი ისტორია, თავიანთი მისამართი, ასე ვთქვათ და არიან ქართული კულტურის ელჩები ფაქტიურად აი ამ თავთავის ადგილებში. ახლა წარმოიდგინეთ ყველგან ყველა კერა, სადაც ქართულს უმოღვაწეა, რომ დაიცალოს. რა თქმა უნდა ეს არის თუმცა სინასთიდან სხვადასხვა ქალაქებში არის მოხვედრილი, სწორედ აი ამ კატაკლიზმების დროს ალბათ ხელნაწერებსაც დაცვის პირობები რაღაცა სუსტდებოდა მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით ზოგიერთი რაღაც გარკვეულ ვითარებაში, ზოგიერთი გაურკვეველ ვითარებაში იკარგებოდა და მერე ჩნდებოდა სხვა ადგილებში. ასე მაგალითად რუსმა მეცნიერმა უსპენსკიმ ერთ-ერთი აი სწორედ ეს ჭილეტრატის იადგარი, რომელიც სინასთაზე იყო დაცული, წამოიღო სინასთიდან, რა პირობებში წამოიღო მან ეს მიითვისა თუ უბრალოდ დაითანხმა ბერები ძნელი სათქმელი, ალბათ მიითვისა, იმიტომ როგორც წესი არაფერს იქიდან მოწმობა ალბათ დაცული არის სათანადო გამოტანა ძალიან რთული. ამიტომაც დაიცვეს კარგად და შემონახეს ეს კოლექციები. და ასე მოხდა ბოლოს თბილისში მოხდა ეს ჩვენთან ხელნაწერთა. მადლობა ღმერთს თბილისში მოხდა და არა მის სამშობლოში და არ დაეკარგა. ანუ არა მარტო დაცვა ჭირდება, ალბათ ტემპერატურა ძალიან ბევრი რამ ჭირდება, რომ მათ არ დაკარგონ თავისი ღირებულება და უბრალოდ არ წაიშალოს და არ გაქრეს, ხო ბატონო? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია იქ ვთქვათ შენახვის პირობების საკითხი, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ იქ მიმდინარეობს ბიბლიოთეკისა და საცავის რეკონსტრუქცია, სადაც ხელნაწერებია დაცული არა მარტო ქართული 2000-ზე მეტი ბერძნული ხელნაწერები და სხვა ენოვანი ხელნაწერები, უმდიდრესი შეიძლება ითქვას მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქრისტიანული კულტურის საცავი. აქ არის უძველესი ხატებიც, არა მარტო ხელნაწერები, წარმოიდგინეთ მე-6 საუკუნის ხატები, ეს ძალიან დიდი სიძველეა და მიმდინარეობს რეკონსტრუქციული სამუშაოები და ამის დასრულების შემდეგ უფრო მეტი საშუალება მიეცემა მკვლევარებს იქ ჩასვლა. ბატონო, აი დღეს კიდევ რამდენ ფოტოს ნახავს დღეს თქვენთან მოსული მნახველი? კიდევ რა იქნება დღეს ესეთი განსაკუთრებული და საინტერესო? იქნება აი ნაწილი აქ არის წარმოდგენილი ფოტომასალა, რომლითაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მნიშვნელობა და მასშტაბები, ვთქვათ აი ამ კოლექციასთან დაკავშირებული და ასევე გადაუდებლობა კვლევის გაგრძელების აუცილებლობა და ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მოხერხდა ამ ექსპედიციის ჩატარება და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს თანადგომით მადლობა ორივე უწყებას და ჩვენ გვაქვს აპირება რომ გაგრძელდება ეს ექსპედიციები და ჩვენ მოგვეცემა საშუალება ძალიან ბევრი პროექტის განხორციელების. სხვათა შორის აქვე უნდა დავამატოთ რომ იქ არის სინასთაზე არის ძალიან ბევრი ქართული ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელთა შესწავლა და კატალოგიზება მაშინ როცა ხდებოდა ექსპედიციები ვერ მოესწრო. ეს არის შეუსწავლელი ფრაგმენტები, რომელშიც შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია იყოს. და გარდა ამისა, მომავალში ეს ცოტა სამომავლო გეგმებია, მაშინ როცა მონასტერს ამის საშუალება ფიზიკურად იქნება, ჩასატარებელია სარესტავრაციო, საკონსერვაციო სამუშაოები გარკვეულ ხელნაწერებზე, ვინაიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი მათგანი. ნუ ეჭვმაქვს რომ ეს მოხდება, რომ სადაც იხსნება გამოფენა, რამდენი ხანი გასტანს მაყურებელმა რომ გადაწყვიტოს მოსვლა თქვა. გამოფენა გასტანს ერთი კვირის განმავლობაში და იხსნება დღეს 3 საათზე ხელნაწერები. დასწრება თავისუფალია თუ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის. მოკლედ მე მგონი უნდა ესტუმროთ აუცილებლად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, იმიტომ რომ ასეთ უნიკალურ მასალას თქვენ იშვიათად შეხვდებით, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მედი მაქვს რომ 3 წლის თავზე ბევრად უფრო დიდი კოლექცია და ბაზა გვექნება უკვე სრულად ყველა იმ ქართული ხელნაწერისა, რომელიც დღეს სინასთაზე იქნება. აი მედია რომ კიდევ გაგრძელდება ეს პროგრამა, წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის.